ამიტომაც განსაკუთრებული მადლობა თქვენ რომ ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში იუსტიციის საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე საუბრობდა და მე სტუდიაში უნდა გადმოვინაცვლო და წარმოგიდგინოთ სტუდიის სტუმრები გიორგი ნონიაშვილი იურისტი ლაშა-ტუყუში გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არიან ჩვენი სტუდიის სტუმრები მოგესალმებით და მადლობა რომ ჩვენი სტუმრები ხართ, აი მინდა რომ ბატონი ლაშასგან დავიწყო, იმიტომ რომ ახსენა ბატონმა კახამ, რომ მისი პროფესიონალიზმი, საინტერესოა მისი აზრები და იდეები, ამიტომ პირველი შეფასება ცხადია, ზოგადი შეკითხვა მინდა დავსვა, თქვენ როგორ გაიგეთ, არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. ახლა ვუსმინეთ ჩვენ ბატონ კახას პირდაპირ ეთერში. აი თქვენ როგორ გაიგეთ ეს ინიციატივა? რა არის, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა თქვათ, რომ კანონით დამატებითი რაიმე შეზღუდვებზე წასვლა არ იქნება სწორი, იმიტომ რომ ბოლო პერიოდია გვესმის, რომ რაღაცა ინიციატივებია, მათ შორის პარლამენტში შეტანილი, მართლა გითხრათ არ მინახავს ის კანონ პროექტი, თუმცა უმრავლესობის წევრებმა თქვეს, რომ რაღაც ეგეთი არსებობს, არ ვიცი რა არის შიგნით რა წერია, თუმცა თუ ასე ვთქვათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ საუბარია რაღაც დამატებით სანქციებზე, გამკაცრებაზე და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება სწორი. იმიტომ რომ აქ ცენზურაზე არ არის საუბარი, ცენზურა, როდესაც წინასწარ ნახულობ რაღაც მასალას და აქ საუბარია იმაზე, რომ რაღაც დაიბეჭდა, ან ითქვა და შემდეგ უნდა დავსაჯოთ, ხო? ხა ეს საკმაოდ რთული საკითხია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ უამრავი ექსპერტიზა არსებობს სამართლებრივი ხასიათის საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თუ რამეა შესასვლელი მეტი თავისუფლების თვალსაზრისით, მეტი გახსნილობის თვალსაზრისით, ვიდრე თქვა შეზღუდვის თვალსაზრისით, ამიტომ მე მგონია, რომ ეს თემა აქ უნდა ჩემი აზრით უნდა დავხუროთ, თუმცა არაფერი არ უდგას წინ ამ საუბარს, საინტერესოა რა არგუმენტები აქვს, მაგრამ არგუმენტები რომ მოვისმინოთ, აქ მეორე საკითხი დგება, პრაქტიკის საკითხი დგება. თუ ახლა ხარ გაქვს რაღაცა ინიციატივები, საინტერესოა, ნუ ცხადია ეს არ არის რაღაციდან მოტანილი, ხო? ნუ უნდა ჩვენ მივდგეთ ამას, აი როგორც ბატონ კახაბზე საუბრობდა, სოლიდურად, სერიოზულად, ნუ შეიძლება ვთქვათ, მეცნიერულად, ეს რას ნიშნავს? უნდა კონდეს გარკვეული პრაქტიკა, რომელსაც განაზოგადებ, ხო? ეს პრაქტიკა მარტო გამონათქვამები არ არის. პრაქტიკა არის მიმართვები, მაგალითად, მოსამართლემ ჩათვალა, რომ მისი რაღაც დაირღვა და ჟურნალისტებმა გააკეთეს ეს მისი უფლება, ნუ რაღაც მისი პატივის და ღირსება, ან და შეურაცხყოფა მიაყენეს, იყო რაღაცა ენა ძალე, ასე ვთქვათ, სიძულვილის მიმართონ, აი თვითრეგულირებაზე როცა საუბარი, მე რამდენად ვიცი, ესეთი პრაქტიკა არ არსებობს. ეხლა თუ ასეთი საგანგაშო სიტუაცია და მედიას გააჩინე და პატივსცემ მედიას, მაშინ რატო არ მიმართავ? რატომ არა გაქვს ესეთი საქმეები და რატომ არ დაწერე დასაბუთებულად მიდი და არ აღიარებ მედიას შენს თანასწორად, არ მიგაჩნია რომ ეს ჩავთვალეთ რომ ანუ სამართლებრივად საუბრობდა რომ იცით რა ეს სასამართლოზე არ ლაპარაკობ, მე ჯერ ლაპარაკობ აი იმ თვითრეგულირების ორგანოზე, რომელიც არის მთელს ევროპაში ესა და მე ვიცი პრაქტიკა, როდესაც მოსამართლე ან სხვა საჯარო პირი მოხელე თulis თავს, ასე ვთქვათ, დაზიანებულად ეს ბჭყალებში მიდის და წერს რაღაცა პატივსცემს ჟურნალისტურ კოჰორტას, რომელსაც გააჩნიათ ესე თვითრეგულირების ორგანოები და ეუბნება რომ იცით რა მე მართალი ვარ და რა მოდით განიხილეთ. ესეთი პრაქტიკა რამდენადაც მე ვიცი, არ ვიცი არსებობს, მე მგონი არ არსებობს. ეხლა სასამართლო პრაქტიკაც არ არსებობს, ხო? და ნუ რაღაც მიმართვები იყო, მაგრამ კი ბატონო, თუ არ გინდა რომ ასე თქვა, მაშინ ისე გააკეთე და როცა ამას არ აკეთებ და პირდაპირ საუბრობ რაღაც უფრო მკვეთრად, რაღაცა გაუკითხვები ჩდება და თან ისეთ რა მე ხო არ მინდა რომ ბევრი დრო წავიღო, სტუმრები არის მათაც ექნება საუბარი, აი როდესაც აქ ითქვა რომ ეს პრაქტიკა მერე განზოგადებული იქნება სხვა პროფესიებზე, სხვა მოხელეებზე და რაღაც ვერ გავიგეთ, ცოტა იქ რა ჟურნალისტებიც ახსენა იმაზე როგორ უნდა განზოგადდეს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რაღაცა სტანდარტი დავადგინოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებთან კანონით, რომ ყველას ასე ვთქვათ შეეხება,
ეს საკითხი და სტანდარტი არ შეეხება მარტო მოსამართლეს, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ სერიოზული რისკები არის აქ და მე იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მართლაც გარკვეულ გამოცდილება მაქვს მედიაში მუშაობის ცოტათი მაშფოთებს. რა რისკებია? მოდით ამაზეც მიპასუხეთ და შემდეგ ბატონმა რისკები არის ის, რომ იცით რა არის, მოდით ესე ვთქვათ, ეს მარტო ჟურნალისტებს არ ეხება, ეს ეხება მთლიანად სიტყვის თავისუფლებას. ჩვენ ვცდილობთ ძალიან რთულ და დაძაბულ სიტუაციაში ავაშენოთ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მე ვფიქრობ, ყველაზე მეტად ფასდება გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, იმიტომ რომ ვეძებთ ერთმანეთს ხანდახან ზედმეტად ესედაც ვეკამათებით ტემპერატურა მაღალია, მაგრამ ეს არის ძიების პროცესი, ეს არის ქვეყნის განვითარების პროცესი, პროგრესია, ასე იცით რა, როგორც კი შენ იწყებ რაღაც ფარგლები და ჩარჩოების ლოგიკური მიზეზებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ხა იქ ვიღაცა შეურაცხყოფილა გზნობს გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ საკმაოდ ბევრი კითხვები ჩდება, მით უმეტეს იმ პროცესების ფონზე, რაც ხდება დღეს. სხვათა შორის მე ძალიან მწუხ ვარ, რომ ბატონი სოფრომაძე არ არის, იმიტომ რომ ზოგადად სასამართლოს თემა პირდაპირ კავშირშია, მათ შორის სასამართლო ეგრეთ წოდებული რეფორმის თემას პირდაპირ კავშირში არის იმ ასე თქვა საკითხებთან, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს არ არის ჟურნალისტების უზრდელობის თემა. ეს არის თემა, რომელიც სხვა მხარეს უფრო დაგვანახებს, ეს არის მოწყვლადობა, როდესაც ჩემი აზრით რაღაცა პროცესები მიმდინარეობს უფრო ჩაკეტვის ამ სასამართლო სისტემის თავის თავში, რაც საკმაოდ პრობლემური მგონია მე. არაფერს ვამბობ იმ კონსტიტუციაზე, რომელშიც ჩემი აზრით არასწორი რაღაცებია, მათ შორის მოსამართლეების წარდგენასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მეტად იკეტება ეგ სისტემა. ეხლა თუ ჩვენ კიდე დამატებით ახალ სტანდარტებს დავადგენთ, რომ ვერაფერი ვერ უნდა ვთქვათ, იმიტომ უნდა გვეშინოდეს და ისედაც ჩვენ ხო არა ვართ ეხლა ბრიტანეთი, სადაც არის დიდი ტრადიციები. ჩვენ ვართ აი ეხლა ვიდგამთ ფეხს და ეხლა ვყალიბდებით როგორც დემოკრატია და ხა პირდაპირ თუ ჩვენ შეტევას მივიტანთ იმ გარკვეული რისკებიდან გამომდინარე თუ მართლაც არსებობს ეხლა უზდელი ადამიანები, მაგრამ ეხლა უზდელ ადამიანებს თელ ამ იმას პროცესებს ვერ გადავაყოლებთ, ამიტომ ამას საკმაოდ სერიოზულად უნდა დაფიქრო. მე ძალიან მაწუხებს აი ესეთი ენერგიული განხილვები ამ თემების, როდესაც უმრავლესობა ჩართულია სასამართლო ეს ენერგიულად იწყებს ამ პროცესს. მე არ მახსენდება სხვათა შორის აი რომ დავაკვირდეთ ეხლა ასეთი ანალოგიური დისკურსი სასამართლო საქართველოში არ უმაღლეს ორგანოს როგორც ითქვა, მე არ მახსენდება 95 წლიდან მთავარი რედაქტორი. მე არ მახსენდება ეს პროცესი და ამიტომაც ცოტა უცნაურად მეჩვენება მართალი. კარგი. ბატონ მამუკა, თქვენც ასე უცნაურად გეჩვენებათ და თქვენც თუ გაგიჩნდათ შეკითხვები, რა დგას რეალურად ამ ინიციატივის უკან, იმიტომ რომ ჩვენ წინა გასულ კვირას ყავდა ამ თემაზე ვსჯელდი და ნატა ძროლიშვილი იყო ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე და ის ამბობდა, რომ ამ რეალურად სურთ მოსამართლეებს ასე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის საქმეები, რაც საკეთებენ და რაც არ აკეთებენ სწორად, გადაფარონ, რომ მათზე აღარ გავიდეს მათი აზრით ნეგატიური ინფორმაციაო და ამ ინიციატივით უნდათ რომ ეს ამ ყველაფერს მიაღწიონო. კი, რა თქმა უნდა, გავს ამ პროცესაც, მაგრამ პრობლემა იმაშია საქართველოში, რომ სასამართლო სისტემას არავინ არ ლანძღავს. პირიქით, სასამართლო სისტემა ჭირდება ყველას. მე მგონი, საზოგადოება მიხვდა დანიშნულებას რა არის სასამართლოსი, იმ გარკვეული ჯგუფის გარდა, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს, რომელსაც არ სიამოვნებს მათ გამოთქმული კრიტიკული აზრები და ცდილობენ სხვადასხვა ფორმით შეაჩერონ ეს ტალღა, ამოეფარონ თვითონ სასამართლო სისტემას. თითქოს ეს ყველაფერი არის მხოლოდ იმის გამოკეთება, რომ სასამართლო სისტემა დაიცვან. ეს არ არის სასამართლო სისტემისთვის დაცვა, სასამართლო სისტემა იცავს თავის გადაწყვეტილებებით, თავის მოქმედებებით, თავის პიროვნებებით და არა ესე კონკრეტული შექმნილი რაღაც ბარიერებით. ეს უფრო მე ვერ დავინახე რეალურად რომ გითხრათ რა ფორმით აპირებენ ამის გაკეთებას, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია ფიზიკურად როგორ უნდა გაკეთდეს. ეს უფრო ამიტომ უნდა ვიმსჯელოთ, მეც დავინტერესდი ანუ არ ვიცი ეს უფრო გავს სწორედ ამ თემაზე მსჯელობის დაწყება გავს იმას რომ გარკვეული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გააჩნიონ განცდა რომ ახლო მომავალში დღეს თუ არა ხვალ ეს საკითხები შეიზღუდება და შესაძლებელია ნებისმიერი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ გახდეს ან დაჯადი ან დაჯარიმა ან გაკეთოს ანუ არ ვიცი რაღაც ფორმა მოიძებნოს რომ თვითკრიტიკა თვითონ ადამიანები
როგორღაც ესე ვთქვათ შებოჭონ რომ კრიტიკული არ იყოს სასამართლოს მიმართ. მარტივი მაგალითია გამოთქმული კრიტიკული ეს ადამიანები რომ მიცავდნენ გამოხატვის თავისუფლებას და აზრის თავისუფლებას, იცით, ჩემი მაგალითი კონკრეტული მაგალითი, როცა კონკრეტული საკითხებზე გამოვთქვი პოზიცია, მეორე დილითვე დისციპლინარული დევნად დაიწყეს და შედეგსაც ხედავთ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი, მაგრამ თავარი ეს არ არის, თავარი ის არის რომ მსგავსი მოქმედებებით ისინი ცდილობენ შეაჩერონ ის ადამიანები, რომლებსაც სურთ სასამართლო ასე ვთქვათ, წავიდეს სწორი მიმართულებით და გაიწმინდოს იმ ადამიანებისგან და დარჩეს ის ადამიანები სასამართლო სისტემაში, ვისაც საზოგადოების დიდი ნდობა აქვთ. აი სწორედ ეს ჯგუფი ცდილობს, გარკვეული 20-25 ადამიანი, რომელიც ამოეფაროს სასამართლოში, სადაც ნამდვილად არ გარკვეულა და ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს, რომ სამართლიანობა აღდეს და გაირკვეს რა მოხდა, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ყველა ეს პროცესები და როგორ დასრულდა. იმის ნაცვლად რომ რაღაც გარკვეული მსჯელობა ამ საკითხებზე იყოს, პირიქით, ამაზე მსჯელობაც კი იგრძელება და გარკვეული ესე ვთქვათ, დამოკიდებულებები სურთ რომ შეეზღუდოთ ადამიანებს. ეს დაახლოებით იმას გავს, რომ აგრძელოთ ახლა მე ჩამონათვალი იყო იქ, ეხა კი უარყოფენ რომ იქ არავით არის ჩამონათვალი, კონკრეტული სიტყვების ჩამონათვალიც კი გააკეთეს, რა არ შეიძლება და რა შეიძლება იყოს, ესე ვთქვათ, არ უნდა შეიძლებოდეს გამოყენებული იქნეს სასამართლოს მიმართ გამონათქვამები. ეს დაახლოებით იმას გავს, რომ მაგალითად სიტყვა ან კორუფცია და ქრთამი აგრძელოთ და ამით ვებრძოლოთ კორუფციას ან ქრთამს. არ ვიცი, ეს წარმოუდგენელი პროცესია, ასეთი რამ ამ ადამიანებს მე უბრალოდ მართლა მაგვირებს ამ ბოლო პერიოდში ის დაწყებული შეტევა პლუს ის დამატებული პიარის ნაწილი, ისინი ძალიან ესე ვთქვათ გამალებით ცდილობენ რომ გაიმტკიცონ თავიანთი ძალაუფლება და სულად ჩაიგდონ ხელში რომ გარკვეული მოსაზრებები, სხვა აზრები ამ საკითხებთან დაკავშირებით უბრალოდ არავისთან საზოგადოების დანარჩენ ჯგუფებში უბრალოდ არ არსებობდეს. კი ბატონო, კარგით, მადლობა. გიორგის მოსაზრებაც მინდა ამ თემაზე მოვისმინოთ და შემდეგ დავსვა კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ასევე ძალიან აქტუალურია დღეს, ანუ ამ თემას ეხება ცხადია. გიორგი, თქვენი შეფასება როგორია? თქვენ რა შთაბეჭდილება დაგჭირთ, როდესაც მოისმინეთ ამ ინიციატივის შესახებ, იმიტომ რომ აი ბატონი კახა ჩართვის დროს საუბრობდა, რომ არასწორი ინტერპრეტაციაო, ანუ ამაზე არის საუბარი, მაგრამ აი პირდაპირ ეთერში ისაუბრა თავად ბატონმა კახამ და ამიტომ ანუ არა ჩემი ან სხვისი ინტერპრეტაცია ამ შემთხვევაში არ მოისმინეთ და თქვენ რა შთაბეჭდილება დაგჭირთ? აი დღეს მაგალითად უსმენდი 4 საათიან ჩანაწერს და რაღაც ბევრი საკითხი ამბობინიშნე, რაც სრულიად აზრს მოკლებული იყო. ხა აქ ამასთან დაკავშირებით პირველი საკითხი, რაც კომენტარს გავაკეთებდი, ეს სურვილი რომ მე მინდა რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ, ეს არის მგელი და კრავი ერთად ზოვდეს ბალახს, დაახლოებით ესეც სურვილი. გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მეორე ხა ტყუილებთან დაკავშირებით უნდა ვისაუბრო აუცილებლად. როდესაც საუბრობთ რომ აი დროა დადგეს რომ ვისაუბროთ გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოსთან დაკავშირებით, სად გადის ზღვარი და რაღაცა, ხა ჯობია საქართველოს კანონმდებლობაში ჩავიხედოთ პირველ რიგში. აი იქ გადის ზღვარი, იქ წერია შავით ეთზე სად გადის ჩვენი ზღვარი, რომელიც ასე თუ ისე ევროპულ მიდგომებთან ასე ვთქვათ მიგრებ, ანუ ახლოს არის. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, მე მგონი იუსტიციის საბჭოს წევრებს ზუსტადაც უნდა ესმოდეს პირველ რიგში ის, რომ გამოხატვის თავისუფლება მოიცავს მათ შორის შოკის მიუღებელ აზრებს და გარდა ამისა, რაც შეიძლება სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ გამოხატული სიძულვი შეიძლება რეგულირებული იყოს, არის ესეთი მიდგომებიც, საჯარო მოხელეების მიმართ ცოტა სხვანაირი მიდგომები გვაქვს მარტივი მიზეზის გამო, რომ საჯარო მოხელეებს თმენის ვალდებულება აქვს და მათ შორის ნებისმიერ ხელისუფლების შტოზე ვრცელდება ეს საკითხი. რაც შეეხება კონტექსტს, ანუ სურვილი არის ესეთი, ხო? აი უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ხედავთ, რომ სურვილი არის, რომ მათ არ მიიღონ კრიტიკა, რაც არ მოსწონთ და ამისთვის აკეთებენ რაღაცა ინიციატივებს, ხო? აი შეგვიძლია მარტივი რაღაცა გავიხსენოთ, რომ ქალბატონ გვენეტაძეს და ბატონ ტურავას დაახლოებით ეგეთი სურვილები ჰქონდათ 10-15 წლის წინ 60 წუთთან დაკავშირებით, როდესაც ითხოვდნენ უშუალოდ ჟურნალისტების დაკავებასაც კი, არა თუ პროექტის აკრძალვას ან დახურვას და ჟურნალისტების დაკავებას ითხოვდნენ. ასე რომ ჩემთვის მაგალითად სურვილები არის ძალიან ნათელი. რა სურვილი არსებობს? სურვილი არის რომ უბრალოდ კრიტიკა გაქრეს და რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია მოვთვალყოთ რომ ეს არის მიუღებელი კრიტიკა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სურვილი რომ ჟურნალისტებმა საკუთარ თავს თვითცენზურა დაუწესონ. აი ეს არის ასე ვთქვათ თავარი საკითხი.
რაც შეეხება ასე ვთქვათ პოზიტიური ამბების გაშუქებას, რაც დღევანდელი თემა. ეს ხო ახლა გაუგონარი საკითხია მართლა. აი პოზიტიურ ამბებზე ვილაპარაკოთ. აი ეს ნიშნავს, რომ რაღაცა კარგზე ვილაპარაკოთ სულ, ხო? ან კომპარტიის ხდომაა, რომ მხოლოდ კარგზე ვისაუბროთ, რამე განსაკუთრებულ ღვაწლზე ვსაუბრობ თუ ასე რაზე საუბარი მოსამართლეები აკეთებენ თავის საქმიანობას და ისინი კრიტიკის საგანი შეიძლება კრიტიკის საგანი გახდნენ. საერთოდ არ მაინტერესებს და მე ვგონია აქ ყოფ ადამიანებსაც არ აინტერესებს როგორ ატარებს თავისუფალ დროს რომელიმე მოსამართლე. ეს არ არის საზოგადოების საკითხი. საზოგადოების ინტერესის საგანი არის მოსამართლე როგორ ასრულებს თავის ვალდებულებას. კარგად ასრულებს თუ ცუდად ასრულებს. და ცხადია რომ შეიძლება მოსამართლისთვის მიუღებელი გამოხატვაც იყოს ფიგურირებდეს ასეთ დროს, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ ასეთ ადამიანებს. ხო მე არ მგონია რომ ეხა ამაზე სერიოზულად შეიძლება ღირდეს, თუმცა დღეს 4 საათის სრული სერიოზულობით ბატონები განიხილავდნენ, ბატონები და ქალბატონები ამ საკითხს. მე მგონია რომ ეს არის ძალიან საფრთხის შემცველი ამბავი პირველ რიგში და მგონია რომ ძალიან ინტენსიური მსჯელობის საგანი უნდა იყოს ეს ამბავი, იმიტომ რომ თუ იუსტიციის საბჭომ დაუშვა ის რომ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში ასე ვთქვათ პოზიტიური პოლიტიკა გაატაროს, ხო? ეს მარტივ რაღაცას ნიშნავს, რომ ის არ არის ასე ვთქვათ არანაირად გახსნილი კრიტიკისთვის. მათ გონიათ რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ და ეს არის როცა მოხელეს გონია რომ ყველაფერს სწორად აკეთებს, ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. რაც შეეხება უშუალოდ ფორმულირებას, ბატონებო თქოს ამასთან დაკავშირებით. როგორ გაიგეს თავად გამოხატვის თავისუფლების კონტროლი, რომელიც არათუ ევროპულ სტანდარტს, მე მგონი რაღაცა ბურკინა ფასოს სტანდარტებსაც სდება. აი მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი შემიძლია გავიხსენო. მათ თავებად ჰქონდათ სხვადასხვა კრიტერიუმებით დაყოფილი, ასე ვთქვათ, კრიტიკები, ასე ვთქვათ, კრიტიკის ტიპები. სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ დაუმორჩილებლობის გამოცხადება, ესეთი თავი იყო და მაშინ ეწერა ერთ-ერთი ჟურნალისტის თამარ ჩორგოლეიშვილის კომენტარი. რა ჩათვალა იუსტიციის საბჭომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ დაუმორჩილებლობის გამოცხადებას. თამარ ჩორგოლეიშვილი ამბობს ესეთ რაღაც. ფრაზა ამოჭრილი პირდაპირ. ჩვენ არ დავემორჩილებით ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას. ანუ იუსტიციის საბჭომ მიიჩნია რომ თუ თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა რომ ბიძინა ივანიშვილს არ დავემორჩილებით, ეს ნიშნავს სასამართლოს მიმართ დაუმორჩილებლობის გამოცხადებას. ეს ხო გაუგონარი ამბავია, ესე იგი, ან ვაღიარებ პირდაპირ, ან პირდაპირ აფილაციას ვაკეთებ, მეორე რომ არ დავემორჩილები, ნიშნავს ესე იგი შეურაცხყოფას და უპატივცემულობის გამოხატვას მოსამართლეების მიმართ. იმ პირობებში, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი მხარე არ არის, ხო, რუსთავიორი ხო არ არის, ანუ რას შეშავს სასამართლოს მიმართ გადაწყვეტილების მიმართ დაუმორჩილებლობა, სჭირდება მხარე მინიმუმ, რომელიც არ ემორჩილება გადაწყვეტილებას. თამარ ჩერგოლეიშვილი გარეშებილია. კი ბატონო, კარგი, მადლობა გიორგი. ბატონ ლაშა, აი პოზიტიური ამბების გაშუქებას როდესაც საუბრობს, დღეს მე ვნახე განცხადებები, ლევან მურუსიძე ამბობდა, რომ აი კონფერენციებს ვატარებ თუ ასეთი ნაბიჯები თუმცა და არ მეკითხებიან ხოლმე ამაზე ჟურნალისტები და ამას არ აშუქებენ, ანუ ამაზე არის საუბარი, რომ პოზიტიურ ამბებს რატომ არ აშუქებენ და შესთავაზეს მედიას იმსჯელეს ამ თემაზე, რომ აი მხოლოდ გააშუქონ პოზიტიური ამბები. ეს თქვენთვის რისი მანიშნებელია, როდესაც ამაზე აკეთებს აქცენტს იუსტიციის საბჭო? იცით რა არის? ეხლა ცხადია ჩვენ ძალიან ვაკრიტიკებთ სასამართლოს წარმომადგენლებს, ეხლა არ ნიშნავს რომ ჩვენ ვაიდეალებთ ეხლა მედიას, ეხლა მედიაშიც არის უამრავი პრობლემა, მათ შორის წოდნის და ასე შემდეგ, ეხლა ამას ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად, თუმცა ეს არ ამართლებს მათ პოზიციას, რომ მედიას ისინი აღიქვამენ როგორც პროპაგანდის. ეგ არის პრობლემა რა. იცით, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანია მე მგონი ჩვენ თვალწინ დავინახეთ თუ დაიშალა საბჭოთა კავშირი. აღარ არის საბჭოთა კავშირი. ეს ლოგიკა რომ ცოტა პოზიტიური გააშუქოს მედიამ და რაღაცები რაც მესმის და გააშუქეთ ან ეს არის სამწუხარო რეალობა, ასე თქვა სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან არც ოდნისა ზოგადად რა არის მედია და რა როლი აქვს მედიას და რა არის დემოკრატიულ ასე ვთქვათ პროცესში კი მათ ესმით ამბობენ რომ სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება კანონები ბევრს კონდეს საკითხული, მაგრამ
ეს საკითხი სამწუხაროდ არ არის კარგად გაგებული. არა მარტო სასამართლოში, მე ბევრი მინახავს აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც, მინახავს ახალგაზრდა, რომელიც მე მგონი საბჭოთა კავშირო დაიშალა, მერე დაიბადა, მაგრამ ის სულ ხუმრობთ ხოლმე ეთყობა კომკავშირი, ეს არის მარადიული რაღაც ორგანოა და არ ყვდება რა, იმიტომ რომ ეს გადმონაშთი ეხლაც აჩანს. აი ეს ძალიან სერიოზული თემაა და სხვა შორის კარგია რომ ესეთი ტიპის მსჯელობები ხდებოდეს რა. საინტერესო შეხვედრა გქონდა დღეს ჩვენ ასე ვთქვათ ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან, რომლებიც თბილისში იყვნენ და მათ იქაც ითქვა სხვა შორის ერთ-ერთმა მედიის წარმომადგენელმა ექსპერტმა მედიის თქვა რომ აი ესეთი იდეა გაჩნდა იუსტიციის საბჭოში რომ უნდათ რომ რაღაცები ასე ვთქვათ მიიღონოთ ცვლილებებიო და პირველი რეაქცია რა ქონდათ იცით რომ აიო ჩვენთანო ხშირად უტარდებათო ტრენინგები მედია განათლებასთან დაკავშირებით მოსამართლეებს და ეს ტრენინგები ძალიან ხშირად ტარდება იმისათვის რომ მათ სწორედ გაიგონო რა არის მე სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ზოგადად ეს მედია რას ნიშნავს და ძალიან დიდი ინტერესით სწავლობენ მოსამართლეები ევროპაში ასეთ რაღაცებს ხო და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ გვჭირდება როგორც ხედავ ეს ახლა იმედი არ ეწყინება და არ ჩათვლიან რომ ეს რაღაც იძულის ენაა მაგრამ აშკარად ჭირდება მოსამართლეებს როგორც ჩანს გაგება სწორი გაგება თუ რა არის სიტყვის თავისუფლება ეს რეალურად იდეა ბატონო შეხვედრებზე როდესაც საუბრობ მე ჟურნალისტებთან ხვდებით ჟურნალისტებს და კიდევ გვინდა რომ ეს საკითხი გავშალოთ ანუ ხომ არ ფიქრობთ რომ ეს იდეა არ ვიცი მიაწოდოთ უკვე უშუალოდ იუსტიციის საბჭოს წევრებს, იმიტომ რომ ისინი მსჯელობენ ერთად უნდა დავსხდეთო ჩვენ და მედიის წარმომადგენლები და ვიმსჯელოთ ამ თემებზე რა გავაკეთოთ. არა, მე დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას დისკუსიაში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დისკუსია არ იქნება მარტივი, მაგრამ ის რომ მათ ჭირდებათ ისევე როგორც შეიძლება ჩვენს ვერამე ჭირდება, მაგრამ მოსამართლეების რო ჭირდებათ სოდნა აშკარად ჩანს რა. აშკარად ჩანს და რაც მალე დაგვეხმარებენ ჩვენი მეგობრები, პარტნიორები დასავლეთის მხრიდან, რომ რაღაც ესეთ პროგრამები განახორციელონ, მე მგონი ძალიან კარგი იქნება და საშუალო საქმეა. ბატონ მამკაც მოსაზრებაც მოვისმინოთ ამ თემაზე, მე იმიტომ ვახსენე, ანუ ლევან მურციძის განცხადება პოზიტიური ამბების გაშუქებაზე, როდესაც იყო საუბარი, რომ აი კონფერენციას ჩავატარებთ თუ სხვა მიმართულებებს, მაინც მეკითხებიან რაღაცა კონკრეტულ სხვა საკითხებს, აბსოლუტურად მოდიან დაუშვათ კონფერენციას ვატარებთ, მაგრამ აი სხვა საკითხებს აშუქებენო და პოზიტიურ ამბებს არ აშუქებენო. ანუ ეს ინიციატივა უბრალოდ მოსაზრება თქვენთვის აი რისი მანიშნებელია, რომ დავაფინანსოთ მედია იმისთვის, რომ მან გააშუქოს მხოლოდ პოზიტიური ამბები. ერთ საკითხით დავიწყებ კიდე წინა საკითხსაც ეხება მეტნაკლებად. ერთ-ერთმა საბჭოს წევრმა განაცხადა, რომ კიო არსებობს ფორმებიო, რომ სასამართლოსაც შეიძლება მიმართოს, მოსამართლომ დღეს სხვა არგუმენტაცია მოვისმინე და ამ საბჭოს წევრმა ბრძანა, რომ ოღონდ სასამართლო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება სხვა ინსტანციებში უნდა დავიდეს და დრო არ უხსენებია უბრალოდ მიკერძოებაში ძალიან უცნაურია როცა მოსამართლე და საბჭოს წევრი საუბრობს იმაზე რომ სასამართლო არაეფექტურია და დროულად ვერ მიიღებს მოქალაქე პასუხს ესე იგი მან უნდა მიიღოს იმ წუთიერად პასუხი და მათი მოსაზრება არის ესეთი რომ არ ეკითხებიან იმას რასაც საზოგადოებას ინტერესი აქვს ხო ამას ვერაფერ ვერ უკარნახებს სასამართლო სისტემა რა უნდა კითხონ მათ სწორედ ესაა აქვს სურვილი რომ არა ის რაც ხდება, მასზე იყო საუბარი, არამედ მათ რაც უნდათ რომ გაშუქდეს, რაც კი, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით რომ ძალიან ბევრი კარგი გადაწყვეტილება შეიძლება გამოდის და მე არავინ არ ლანძღავს სასამართლოს რომ დღეს ყველაფერი ცუდად არის, მაგრამ აი სწორედ ის ცუდია, საინტერესო, სწორედ კარგის მხრივ გასაგებია საზოგადოებისთვის და ის მხარე აქ არაფერი უცხო არ ხდება. სამართალი უნდა მიიღოს ნებისმიერმა მოქალაქემ. აი სწორად უძანა რომ რაზე უნდა უთხრათ მოსამართლეს მადლობა რომ კარგი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება რომელსაც ხელფასს იღებს და უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება რაც კანონს ეფუძნება, მაგრამ აი სწორედ ეს არ არის სურვილი. აქ სხვა განზრახვა ჩანს, განზრახვა ის არის რომ ეს უნდა გაჩვენო, რაც კარგია, შესაძლებელია დიდი ნაწილი კარგია, მაგრამ მე 5% მაინტერესებს, რომელიც სუდია და მინდა რომ გამოსწორდეს, ხო? საზოგადოებას ეს აინტერესებს და ეს არის განვითარება და ამ ადამიანებს სწორედ ეს უნდათ და მე ვფიქრობ რომ სასამართლო სისტემა კი არ არის ამისკენ მოწოდებული, მათ დიდ ნაწილს არც ეშინია და არც პრობლემა არ აქვს ამ გადაწყვეტილებებს, პრობლემა აქვს იმ გარკვეულ ჯგუფს, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას, რომელიც ცდილობს რომ ამ ფორმით დაიცვას თავი, იმიტომ რომ სხვა ფორმა მას არ გააჩნია და ძალისმიერი მეთოდებით, შეგრძალვებით, შეზღუდვებით ცდილობს რომ
რაღაცნაირად მისი არსებობა გაახაგრძლიოს. ეს არის და ეს. კი ბატონო, კარგი. გიორგი, მაინტერესებს ანუ ეს ყველაფერი, როდესაც უყურებთ ამას, რომ აი საუბრობენ პოზიტიურად გავაშუქოთ, არ უნდა იყოს იძულული სენა და ასე შემდეგ. არის თუ არა ამ შემთხვევაში ზოგადად მედიაზე საუბრობენ თქვენი აზრით იუსტიციის საბჭოს წევრები თუ ამ შემთხვევაში რუსთავიორზე კეთდება აქცენტი და იმიტომ რომ ის ფრაზები არაზეც არა მხოლოდ ბატონი კახა საუბრობდა, არამედ რაც იყო ეგ ჩამონათვალში განცხადებაში იყო კი ბატონო ასე ჩავთვალე ყოველ შემთხვევაში რაც მომხვდა ის ფრაზები. კონტექსტი ამ შემთხვევაში კონკრეტულად მიმართულია ერთი მედია საშუალებისკენ თუ ამას ხო სინამდვილეში ვერ ვიტყვით, მაგრამ კონტექსტი მნიშვნელოვანი იმდენად რამდენადაც თუ დღეს იუსტიციის საბჭოსთვის გამოწვევა რუსთავიორია, ხვალ შეიძლება სხვა იყოს, ხო? ეს ძალიან ბუნებრივია. ბოლო საკითხი რაც მინდოდა მეთქვა ევა გოცირიძე თქვა, რომ ესეთი მიდგომები არსებობს ევროპაში და ეს არის აი აბსოლუტური ტყუილი. ანუ ერთ-ერთი საქმე დაასახელა, აი ამოვიწერე კიდევ ხირიკოს სლოვაკეთის წინააღმდეგ პირიქით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირიქით სლოვაკეთი გაამტყუნა ზუსტად იმიტომ, რომ ესეთ პასუხისგებლობები დააკისრა ერთ-ერთ ასე მედია ჟურნალისტს, როგორც არის. რაც შეეხება ანუ ქცევას, რომელიც რეგულირებული უნდა იყოს. ნურავის ნუეგონება რომ არ არსებობს ქცევა, რომელიც რეგულირებულია სასამართლოსთან მიმართებაში. ესეთი რაღაცები რეგულაციები არსებობს, მაგრამ ერთადერთი წინაპირობა უნდა არსებობდეს. რეგულირებულია მხოლოდ ის ქცევა, რომელიც სასამართლოს ფუნქციონირებას უშლის ხელს. და ესეთი ქცევა შეიძლება ბევრი იყოს. მაშინ კითხვა უნდა დავსვათ, უშლის თუ არა ჟურნალისტის გამოხატვა ან მედია სივრცეში ვინმე ადამიანის ჩემი მაგალითად გამოხატვა სასამართლოს ფუნქციონირებას ხელს. არა, არ უშლის, ესეთი რაღაცა არ ხდება ზოგადად და მეორე მაშინ რისთვის არის საჭირო? ამ შემთხვევაში შეგვიძლია ესეთი ზოგადი პასუხი ვთქვათ, რომ კარგი საშუალებაა ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის. გასაგებია, კარგი, ბოლო შეკითხვა უნდა დავსვა და შემდეგ უკვე დავასრულო ეს პირველი ბლოკი, 2 წუთს მოგცემ თითოეულ სტუმარს დავიწყებ ისევ ბატონი ლაშასგან, თუ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მსჯელობის საგანია, მაგრამ კანონად იქცა საბოლოო ჯამში, რას მივიღებთ ქვეყანაში? აი დასაშვები კრიტიკა იყო ერთ-ერთ განცხადებაში იუსტიციის საბჭოს წევრები როდესაც ამბობდნენ, რომ დასაშვები კრიტიკა უნდა იყოს, ის მოდეს მედიისგან, არ ვიცი ეს დასაშვები კრიტიკა. აი რას მივიღებთ რეალურად? თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, იქ ბატონო კახამ ზანა, რომ აუცილებლად არ უნდა დაისაჯოთ, მე კი ამბობ, რომ აუცილებლად კი ბატონო. ანუ პრინციპში უშვებს, არა, უშვებს იმ შემთხვევას, რომ შეიძლება დაისაჯოს. ანუ გარი რაღაცას. ახლა უყურეთ როგორია ლოგიკა, უნდა გავასაზღვროთ ზღვარი ასე თქვათ კრიტიკასა და ლანძღვას შორის, იქ სადაც ლანძღვაა, მაშინ რა ხდება? ახლა სანქციები იყო ესეთი, რომ შეიძლება შეუჩერდეს დროებით უფლებამოსილება ჟურნალ, ხა მე ეგეთი პრაქტიკა არსად არ მინახავს. და ეს იყო ასე თქვათ მოცემული, როგორც ასე თქვათ ლიბერალური ფორმა ზემოქმედების ასე თქვათ. იცით რა არის? მე ცოტა ესე საუბრობთ შეიძლება ცოტა ირონიითაც, მაგრამ მე მგონია რომ თუ ჩვენ განსაკუთრებით მინდა მიმართო ხელისუფლებას, ვისაც აქვს ძალაუფლება და ვინც პოლიტიკას საზღვრავს. აქვს რაიმე მიზანი, ადედას მე პირადად, როდესაც ასეთ საუბრებს ვისმენი, მიჩდება ეჭვი. უნდა მინდა უთხრა, რომ ძალიან ცუდი განზრახვაა და ცუდი მიზანია, იმიტომ რომ აქედან გამო ერთადერთი რამე, რომ წააგებენ ამ ბრძოლას, იმიტომ რომ ეს ბრძოლა არ მოიგება, ეს წაგებული ბრძოლა. წააგებენ თვითონ და შეიძლება დააზიანონ ქვეყნის განვითარება დემოკრატიული კუთხით, ხო? ამიტომ დაანებონ ასეთ რაღაცებს თავი, თუ უნდა ზოგადად დისკუსია რაღაც ფილოსოფიური, სამართლებრივი, მეცნიერული, კი ბატონო, ამას არაფერი დგას წინ, მაგრამ როგორც კი დგება საკითხი, რომ რაღაცა კანონპროექტებია, რაღაცებია და უნდათ რომ რეალურად პოლიტიკა გააკეთონ ესეთი, ეს არის ძალიან ცუდი რამე. აქ უკვე ნამდვილად ხუმრობით ვეღარ ვიტყვით, ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე შეცდომა. ვიმეორებ თუ ვინმე დგას ასეთი განზრახვების უკან.
მინდა გავაფრთხილო ის ხალხი, რომ დაანებონ ამას თავი და მიხედონ ისეთ საკითხებს, რაც მართლა გჭირდება და რაც გჭირდება ქვეყნის განვითარებას. ასე იგი, მადლობა ბატონო მამკა, თქვენი მოსაზრებაც, ან რას მივიღებთ თუ ესე იგი კრიტიკა აიკრძალა და დასაშვები კრიტიკა ბრჭყალებში ასე იყო ჩასმული ყოველ შემთხვევაში მათ განცხადებაში მხოლოდ დასაშვები კრიტიკა იქნება შესაძლებელი. ახლობთ ესეთი ქვეყანა ერთ-ერთი არსებობდა საბჭოთა კავშირი, სადაც ეს რეგულირდებოდა, ვირას იტყოდა, რა დროს ტაში უნდა დაეკრა ადამიანებს, რა დროს ქუდები უნდა ესროლათ. დაახლოებით ესეთ სიტუაციას მივიღებთ და მეც მეთანხმები, რომ შეუძლებელია, ეს არარეალურია 21 საუკუნეში და დღევანდელ საქართველოში ჩემის აზრით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება ამ ადამიანებს უყრიათ ხელს, რომ ეს დიდხანს გასტანოს. ეს შეუძლებელია. მე ვფიქრობ, რომ ეყოფა გონიერება და მსგავსი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, მაგრამ მე უფრო იზმაშინებს, რომ აქ გადაწყვეტილებას და შეიძლება არ იყოს საუბარი, სწორედ ამ ფორმით და ამ დისკუსიითაც კი იწვევენ გარკვეული ჯგუფების, ესე რომ ვთქვათ, დაბრკოლებას, როგორც სასამართლოს შიგნით, ესევე სასამართლოს გარეთ, რომ მაქსიმალურად ჟურნალისტი იქნება თუ მეტნაკლებად თავი შეიკავოს. მე რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვარ იმისი, რომ ზღვარს გადასული კრიტიკა და ლანძღვეგინება იყოს სასამართლოს, იმიტომ რომ ეს ისრგოლია, რომელზედაც სახელმწიფო უნდა იდგეს. და შესაბამისად, თუ სახელმწიფო ჩვენ თვითონ დავანგრევთ იმ შტოს, რომელზედაც სამართალი და ქვეყანა დგას, თვითონ საზოგადოებას გაუჭირდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არც მიიღებენ და საზოგადოებამ პირიქით სწორი პასუხი უნდა გასცეს და ასეთი დისკუსიებით ალბათ უნდა უთხრათ ის პასუხი, რისი ღირსიც არის ეს. გასაგებია, გიორგი, შენც გითხარი, სად ვიცხოვრებთ ამის შემდეგ, თუ ეს ინიციატივა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა კანონად იქცა. რა ქვეყანაში მოგვიწევს ცხოვრება? სინამდვილეში ხო ყველაფერი არ იმუშავებს, ანუ ეს ყველაფერი ბლეფია, უბრალოდ რაღაც გათამაშება, რომ კუნთების თამაში ქვია მაგას. მარტივენაზე, ამიტომ მე არ მგონია რომ აქ ყველაფერმა იმუშაოს, სურვილი იარსებებს, სურვილი ცალსახად საშია, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ორი გზიდან არჩია ერთ შემთხვევაში ქონდა შესაძლებლობა რომ ღირსეული ოპონირება გაეწია მათ შორის სხვა ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებისთვის. მეორე შემთხვევაში შეიძლება რაღაცეები აიკრძალა, ან ამის სურვილი ქონდა და ამ გზას დაადგა. ქონდა უფრო რბილი მიდგომები იმ განცხადებაში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს მათ შორის და ამის სურვილი ქონდა რომ სინამდვილეში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას აეწია ყურ ჟურნალისტებისთვის და თვითონ სუფთები გამოსულიყვნენ. ეს არ გამოვიდა, იმიტომ რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ უთხრა რომ ძალიან ცუდად ესმის შინაარსი გამოხატვის თავისუფლების ხო ნატას მეც უსმინე. ამიტომ მე მგონია რომ იფიქრებენ უფრო ხისტ გზებზე და ამავდროულად წაახალისებენ ასე ვთქვათ პოზიტიურ პოლიტიკას. რა კარგი რა კარგი ადამიანია მოსამართლე, არასამსახურებრივი დროს, როგორი კარგი მამა ან დედა და ასე შემდეგ, რაც სასაცილოა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. გიორგი ნონიაშვილი, ლაშა ტულღუში და მამკა ახვლედიანი იყვნენ ჩვენი სტუმრები პირველი ბლოკის. წინ გველდება რეკლამა და რეკლამის შემდეგ უკვე ბრუნდებით მეორე თემით, რომელიც ეხება რუსი ბაიკერების საქართველოში შემოსვლას და ანონსებულია ეს ყველაფერი 9 მაისს, ასე რომ დაგველოდეთ დროებით.